ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში მომხმარებლისთვის მოვაჭრისგან ანაზღაურებული თანხები 1 მილიონ ლარს აღწევს. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მედიასთან პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. მისივე თქმით, განცხადებების 80% სააგენტოში თბილისიდან შედის, ვინაიდან ონლაინ მაღაზიების ძირითადი ნაწილი დედაქალაქშია ბაზირებული. თუმცა, გასულ წელს რეგიონების წილი მიმართვიანობაში გაიზარდა. ლექვინაძე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს ჩაატარებს და ქართულ კანონმდებლობას ევროპულ პრაქტიკასთან სრულ თანხმედრაში მოიყვანს. კუმისმა გასულ წელს 85 მილიონი კვერცხი აწარმოა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ BMG-თან ინტერვიუსასგან. განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს კომპანიას 6%-იანი ზრდა ჰქონდა. მიმდინარე წელსაც ანალოგიური ზრდა აქვთ დაგეგმილი. როგორც მან განმარტა, ბოლო პერიოდში კვერცხის წარმოების ინდუსტრიაში სტაბილურობა შეინიშნება. მისივე თქმით, წლის მანძილზე ყველაზე დიდი მოთხოვნა კვერცხზე საახალწლო და სააღდგომო პერიოდშია. მეფუტკრეები ტროპილელაფსოზის დაავადებას ებრძვიან და ამბობენ, რომ ამ მიზეზის გამო წელს თაფლის მოსავალი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხზე მთავრობასთან ერთად სწრაფი რეაგირების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებზე მუშაობს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ვეტერინარიის კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია უკვე რამდენიმე თვე აქვთ, მაგრამ დროულად ნაბიჯების გადადგმა ახლა დაიწყო. მათი შეფასებით პროცესები დაგვიანებულია, რაც დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურებაში გამოიხატა. საქართველოში ბოცების, ბოთლების და სხვა მინის ტევადობების იმპორტი მზარდია და გასულ წელს რეკორდული მოცულობის იყო. საქსტატის მონაცემებით 2022 წელს საქართველო 152,959 ტონა ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები იყიდა, რაშიც 71,700,000 დოლარი გადაიხადა. 2023 წელს იმპორტმა 159,823 ტონა, 78,600,000 დოლარი შეადგინა, რაც იმპორტის გაიაფებაზე მეტყველებს. პროდუქტის ნომერ პირველ მომწოდებლად რუსეთი რჩება. რესტორანი მოზაიკო მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამის შესახებ ამბასადორი თბილისის კვებისა და სასმელების დეპარტამენტის დირექტორმა სოფო ტიკარაძემ BMG-თან ისაუბრა. მოზაიკო ამბასადორი ჯგუფის პროექტია, რომელიც თბილისის შუაგულში სტუმრებს განახლებული კონცეფციით და ძველი სტუმართმოყვარეობით მას მისლობს. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტი გარკვეული პერიოდი დამწვარი იყო, თუმცა გასული წლის ნოემბრიდან მოზაიკომ ოპერირება განაახლა და მომხმარებელს აზიური სამზარეულოს საუკეთესო ტრადიციების მიხედვით შექმნილი კერძები, არომატული კოქტეილები და დახვეწილი ინტერიერი შესთავაზა, სადაც სტუმრობა დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება ხდება ყველასთვის. როგორც ამბასადორი თბილისის კვების და სასმელების დეპარტამენტის დირექტორმა სოფო ტიკარაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 2025 წლის გაზაფხულიდან ობიექტს ტერასა ემატება. რაც შეეხება დასაქმებულებს, მოზაიკოში ამჟამად 60-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.